შემდეგ ისევ ახალი ამბები საქართველოდან იუსტიციის სახლიდან სერვისების მიღება უკვე ვირტუალურ სივრცეშიც ინაცვლებს. ვებგვერდი MyGov.gr მომხმარებელს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურების დისტანციური სარგებლობის საშუალებას აძლევს. იმისთვის რომ 50-მდე სერვისით საკუთარი კომპიუტერიდან ისარგებლოთ, ელექტრონული ID ბარათის გამოყენებაა საჭირო, რომელიც დისტანციური მომსახურების დროს თქვენი მეგზური იქნება. მოდი ახლა ერთად გავარკვევთ, რა სახის მომსახურებას მივიღეთ დისტანციურად და აღარ დაგვჭირდება მაგალითად იუსტიციის სახლში მისვლა. ქრონიკის კითხვებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე უპასუხებს. დიდი მადლობა რომ შემოგვერდით და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ბატონო გიორგი, თავდაპირველად მოდი აუხსნან და განუმარტოთ მაყურებელს, რა ფუნქციები იქნება ვებგვერდზე MyGov.gr, ანუ რა სერვისის მიღება შეგვიძლია სახლიდან საკუთარი კომპიუტერიდან. პირველ რიგში მოგესალმებით და ერთი წლის წინ ჩვენ იუსტიციის სახლის კონცეფციას შევთავაზეთ თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც ფიზიკურად გავაერთიანეთ ყველა სერვისი ერთ სივრცეში, თანაბრად იმატებს სულ უფრო მეტ სერვისებს. დღეს ჩვენ შევთავაზეთ ყველა მოქალაქეს უკვე ვირტუალურ სივრცეს, სადაც აბსოლუტურად ყველა სერვისია გაერთიანებული. MyGov.gr-ს ვერშეობით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისები შეიძლება მიიღოს მოქალაქემ. დაწყებული კომუნალური გადასახადებიდან გაგრძელებული მიწის რეგისტრაციით, კომპანიის გახსნით, პირადობის მოწვევა, პასპორტი, განმეორებითი მოწმობები და რაც ყველაზე საინტერესოა, გარდა ამისა, ასევე იქნება ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც მათ დაინტერესებთ ამ ვებგვერდზე შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ სერვისების ნაწილი ID ბარათს არ მოითხოვს, მაგრამ მას, ვისაც აქვს ID ბარათი, MyGov.gr-ზე ექნება თავისი პირადი გვერდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მისთვის საინტერესო ინფორმაცია თავმოყრილი იქნება მის პირად გვერდზე და ერთი ღილაკის დაჭერით აპლიკაციების და სხვადასხვა ფორმების შევსების გარეშე შეიძლება ნებისმიერი სერვისი მიიღოს. მაგალითად, დარეგისტრირდეს ახალ მისამართზე, იგივე განაახლოს ქონების რეგისტრაციის ამონაწერი და ასე შემდეგ. რაც შეეხება თავად იუსტიციის სახლის მომსახურებებს, გულისხმობ პასპორტს, პირადობის მოწმობას, შეიძლება თუ არა განახლება ამ დოკუმენტაციის სწორედ ამ გვერდის დახმარებით. პასპორტის განახლება შესაძლებელი იქნება ამ ვებგვერდის მეშვეობით. ID ბარათი, რადგან თვითონ არის საშუალება ამ ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, ეს ამისთვის ფიზიკურად მოსვლა მოუწევს. ID ბარათის გარდა აბსოლუტურად ყველა სერვისი და ეს არის 200-ზე მეტი სერვისი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაწვით იუსტიციის სახლში, ფაქტობრივად ნელ-ნელა შესაძლებელი იქნება MyGov.gr-ის მეშვეობით. მაგრამ მთავარი პრინციპი აქ არის ერთი რამ. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა სხვა პიროვნებას მიაწოდოს ასევე მომსახურება, შეუძლია გამოიყენოს MyGov.gr-ის პლატფორმა. ანუ თვითონ ეს ვებგვერდი არის გახსნილი პლატფორმა და ფიქრობთ, რომ ეს შექმნის ახალ რესურსს საქართველოში, სადაც ყველა კერძო თუ სახელმწიფო უწყება უკვე სერვისებს შექმნის სწორედ ამ ვებგვერდისთვის და ამ ვებგვერდის მეშვეობით მიაწოდის მთელ დანარჩენ საქართველოს ამ სერვისებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, რომ MyGov.gr-ის სარგებლობა, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენს დიასპორას და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც გაუმარტივდება საერთოდ სახელმწიფო პროცედურების გავლა საქართველოში. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვადევნოთ თვალე ამ გვერდის სერვისებს. ბატონო გიორგი, ეს სერვისები რაც ახლა არის, მაგალითად პირადი ინფორმაცია, გადასახადები, ჯარიმების დაფარვა, ან ინფორმაცია ჩვენს მანქანაზე რიცხული ჯარიმების შესახებ, არის სრული მომსახურების პაკეტი თუ დროსთან ერთად იგეგმება ამ სერვისების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა? ეს უკვე არის პაკეტი, რომელიც არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოველთვიურად უკვე დაემატება 5-დან 10 სერვისამდე და საბოლოო ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ყველა მომსახურება, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის, MyGov.gr-ზე მოიყრის რა თქმა უნდა თავს და რაც შეეხება კერძო სექტორს, ასევე კერძო სექტორის მომსახურებები ყველაფერი მოიყრის ასევე ნელ-ნელა MyGov.gr-ზე თავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ ფაქტობრივად ეს ვებგვერდი მუშაობს როგორც ასე ვთქვათ, საერთო საკუთრება აბსოლუტურად ყველა მოქალაქის და ყველა მოქალაქეს ბიზნეს ნებისმიერ ასე ვთქვათ ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს სხვა პიროვნებას, ერთად გააკეთონ კონკრეტული მომსახურებები და მიაწოდონ. რაც შეეხება სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იგივე პრინციპი, ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება მოთავსებული უკვე MyGov.gr-ზე. ეს ჩვენი დაპირება, რომელიც გვაქვს თითოეულ მოქალაქის მიმართ, უკვე იქნება საყოველთაოდ რეალიზებული. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ვაშაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პასუხობდა ქრონიკის კითხვებს.